საქართველოში პირველი საარჩევნო სააგიტაციო მასალა 1918 წლით თარიღდება. დროთა განმავლობაში იცვლებოდა პლაკატების ფორმა, შინაარსი, ხარისხიც კი, თუმცა უცვლელი რჩებოდა იდეა, საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენა. თითქმის საუკუნის შემდეგ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, CSKO-სა და ეროვნულ არქივთან ერთად ეს მასალა შეაგროვა და გამოფენა მოაწყო, რომელსაც არჩევნები ერის შემოქმედი ჰქვია. მოდით ვნახოთ სიუჟეტი, ხოლო შემდეგ საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად განვაგრძოთ. პოლიტიკური პარტიების პიარი, წინა და პოსტსაარჩევნო განცხადებები, დოკუმენტები, ფოტოები და ვიდეო მასალა, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ასახავს. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ CSKO-სა და ეროვნულ არქივთან ერთად ეს მასალა შეაგროვა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა. არჩევნები ერის შემოქმედი, ასე დაერქვა გამოფენას, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული უახლოესი ისტორიის ჩათვლით ქვეყნის პოლიტიკურ ცვლილებებზე მოგვითხრობს. ჩვენ ვაკეთებდით ამ გამოფენას იმ რწმენაზე, რომ არჩევნები აყალიბებს ერს. შესაბამისად, თქვენ რომ ნახოთ გამოფენა, რომ გაიაროთ, თქვენ ნახავთ, როგორ ყალიბდებოდა ერი არჩევნების ჭრილში 1918 წლიდან ვიდრე დაახლოებით 2008 წლამდე. ექსპოზიცია 29 ნოემბერს მხოლოდ პარლამენტარებისთვის გაიხსნა, ხოლო 30 ნოემბერს ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში მისი დათვალიერება ყველა მსურველს შეეძლო. როგორ მოქმედებდა ხელისუფლება თუ ოპოზიცია ხალხზე, რა ლოზუნგებით ცდილობდნენ ამ მრჩევლის მიზიდვას და რა იწერებოდა ამ დროს პრესაში. ამ ფაქტების და მოვლენების ამსახველი ექსპონატები უნიკალურია. ძალიან ბევრი მასალა აქედან, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მაგალითად აი ეს ორი პლაკატი პრაქტიკულად ერთადერთი რაც არის შემორჩენილი, პირველი რესპუბლიკის პლაკატი, ეს არის სოციალ-დემოკრატების პლაკატი და ნომერი 2-ის პლაკატი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პლაკატი. თუმცა კოლექცია სრულყოფილი არ არის. ამის მიზეზად კი თავად პოლიტიკური პარტიების პასიურობა სახელდება. პოლიტიკურ სუბიექტებს მათ ასე ვთქვათ საარჩევნო კანონმდებლობით არის გაწერილი, რომ მათ აქვთ ამის ვალდებულება, რომ წარმოადგინონ პოლიტიკური პლაკატები. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ძალიან ბევრი პლაკატი გვაქვს სხვადასხვა არჩევნების დროს წარმოდგენილი, ნამდვილად სიმწირე არის ამ ხრივ. არჩევნები ის პროცესია, რომელიც ყველა ქვეყანაში პერიოდულად ტარდება. საარჩევნო პლაკატების გავრცელება კი ამ მოვლენის განუყოფელი ნაწილია. დროთა განმავლობაში იცვლება მათი პრიორიტეტები, ფორმა, შინაარსი, თუმცა უცვლელია იდეა, მიიზიდონ ხალხი არჩევნებზე. თუ კარგად გადავხედავთ 1918 წლიდან საარჩევნო მასალებს და შევადარებთ, როგორც განსხვავებები არსებობს, ასევე არსებობს მსგავსებებიც, რომელიც წლების განმავლობაში რჩება ხოლმე მაინც უცვლელი. მიეცით ხმა სამართლიან საქართველოს, ქვეყნის ბედნიერ მომავალს, მეურნეობას, დემოკრატიას, მოდით არჩევნებზე. მსგავსი ლოზუნგები საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად გვსმენია და გვინახავს. ხშირად შევხვდებით პრესაში გავრცელებულ წერილებსაც, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ცნობილი ადამიანები აქვეყნებენ. თუმცა პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებების გარდა არანაკლებ საინტერესოა ხალხი, რომელზე ზემოქმედებასაც ემსახურება ეს მოწოდებები. ასე რომ ერთ სივრცეში ერთად თავმოყრილი საარჩევნო ატრიბუტიკა იმასაც შესანიშნავად წარმოაჩენს, თუ რა განსხვავებაა საუკუნის წინანდელ ამორჩეველსა და თანამედროვე ელექტორატს შორის.